მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში ბაზრიდან 308 მილიონ 200.000 დოლარი შეიძინა. მონაცემებს სები აქვეყნებს. შესაბამისად 2025 წლის 11 თვეში სების წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი 5.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად სები ყოველთვიურად კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა, როდესაც ბაზარზე არის შესაძლებლობა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის აცხადებს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება დეკემბრის მონაცემებს, ოფიციალური სტატისტიკა 25 იანვარს გამოქვეყნდება, მანამდე TBC კაპიტალმა განაცხადა, რომ დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაახლოებით მათი შეფასებით 200 მილიონი დოლარი შეიწყდა, შესაბამისად მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარს აღწევს. თუ ეს მონაცემები დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 6 მილიარდს გადააჭარბებს. წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს კვლავ დეპოზიტების ლარიზაციაც განაპირობებს. ღიურ მონაცემებზე დაყრდნობით დეკემბრის მეორე კვირიდან ლარიზაცია ისევ გააქტიურებულია. ვინაიდან ლარიზაცია სების სავალუტო ინტერვენციებთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით აქტიური ინტერვენციები დეკემბერშიც გრძელდება და დღევანდელი მდგომარეობით სებს დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარი აქვს შეძენილი. შესაბამისად, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2.3 მილიარდ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ნოემბრის ბოლოსთვის სების სავალუტო რეზერვები შესაბამისობის ნორმის 100%-ს დაუახლოვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნების პირობებში ინტერვენციები გაგრძელდება. შესაბამისად, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება საბაზო სცენარი არ არის. საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ნოემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 13.7% შეადგინა, თუმცა ზრდის ტემპი დაჩქარებულია თვიურ ჭრილში. ოქტომბერში სესხების ზრდის ტემპი 12.7%-მდე იყო შენელებული. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, განაკვეთების შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და გასულ თვეს ლარის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი თითქმის 16%-ს აღწევდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სესხების ზრდის ტემპი ეკონომიკური ზრდის ტემპის ნორმალიზების შესაბამისია და წლიურ ჭრილში არსებული 12-13%-იანი ფარგლები შენარჩუნებული იქნება. გარკვეული ასე ვთქვათ შენელება არის საკრედიტო პორტფელის ზრდაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სრულად თანაზომიერია ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება მიდის და ზუსტად იგივე პროცესი გვაქვს საკრედიტო პორტფელშიც. ოქტომბრის დაიყო დაახლოებით 12%, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე გამოუშვა ბონდები და აქედან მიღებული თანხით გადაფარა საბანკო სექტორის შეასებული დავალიანებები, ამიტომ მცირე ეფექტი ამისგანაც გვაქვს, რომ ამოვაგდოთ ეს ეფექტი დაახლოებით 13.9% არის პორტფელის და თუ შევხედავთ ნომინალურ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც არის 10% და დაუშვებთ, რომ წლიურად ჩვენ არ ქვეყნებში ფინანსურ სექტორი უნდა ღრმავდებოდეს დამატებით 3%-ით, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 10+3, ანუ 13%-იანი საკრედიტო პორტფელის და არის სრულიად ნორმალური და მდგრადი გრძელვადიანი ზრდის ტემპი. როგორ ასრულებს საბანკო სექტორი მიმდინარე წელს და როგორია მოლოდინები? ნოცა შუბაშვილი მუშაობს ამ თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. როგორი იყო მიკრობანკების საქმიანობის პირველი წელი? 11 თვეში მიკრობანკებმა 21.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მათ შორის მიკრობანკი MBC-ს წმინდა მოგებამ 6.3 მილიონი ლარი შეადგინა, კრისტალის წმინდა მოგება კი 15.1 მილიონ ლარს შეადგენს. მიკრობანკი კრისტალი ამ დროისათვის 680 მილიონი ლარის აქტივებს ფლობს და მიკრობანკში 28.5 მილიონი ლარის დეპოზიტებიც არის განთავსებული. როგორი იყო საქმიანობის პირველი წელი? გაამართლა თუ არა მიკრობანკის სტატუსის მიღება და რა გეგმები აქვს კრისტალს 2026-ში. ილია რევია, მიკრობანკი კრისტალის გენერალური დირექტორი შემოგვიერთდება 15 საათს და 30 წუთზე. არეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ანუ მოსახლეობას, ასევე არასაყოფაცხოვრებო კომერციულ სექტორს, ანუ საწარმოებსაც შეეხება. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გაძვრება ორი ძირითადი ფაქტორის გამო ამოსალოდნელი, გამონაწილებელი კომპანიების მიერ სექტორში საჭირო ინვესტიციების განხორციელება და ზოგადად ბაზარზე გაძვრებული ენერგია. არეგულირებელი კომისია ახლა ითვლის, რამდენი თეთრით გაძვრდება ადენი და საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.
ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს. ეს არის როგორც საყოფაცხოვრებო სექტორი, სადაც 3 კატეგორია გვაქვს. 0-დან 100 კილოვატამდე მომხმარებლები, 100-დან 300 კილოვატამდე მომხმარებლები და 300 კილოვატიდან მეტს, ვინც მოიხმარს თვის განმავლობაში. და ანალოგიურად ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შეეხება კომერციულ სექტორს, ანუ არასაყოფაცხოვრებო სექტორსაც, სადაც ასევე ძაბვის საფეხურების მიხედვით გვაქვს ჩვენ დიფერენცირებული ტარიფები. დაბალ ძაბვაზე, საშუალო ძაბვაზე და მაღალ ძაბვაზე. ტარიფის ზრდის მოლოდინი არის ძალიან დიდად არა, თუმცა არის გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ განაწილების ტარიფი იზრდება, ვინაიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ქსელში, ასევე ზოგადად წლიდან წლამდე ენერგიის ღირებულება ძვირდება, ენერგია ძვირდება, მოხმარება იზრდება, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ტარიფზე მოქმედებს. სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების ჩამონათვალი წარადგინა, რომლებშიც საქართველოს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა იგეგმება. 2026 წელს სოფლის განვითარების სააგენტო გეგმავს 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, კატარში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფლის განვითარების სააგენტო პირველად მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში საერთაშორისო გამოფენა საუდი ფუდ შოუში, ასევე ინდოეთში, ანაგა ინდიასა და კატარში, ჰოსპიტალიტი კატარში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად მისი მეშვეობით აგრძელებს საქართველოში როგორც ფერმერების, ასევე გადამამუშავებლების მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით. აქ მხედველობაში მოიაზრება როგორც დაფინანსების მექანიზმები, ასევე ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები, ასევე გარდა ამისა ხელში წყობა ახალი ბაზრების მოპოვებაში ჩვენი ექსპორტიორებისთვის და ძველ ბაზრებზე, სადაც უკვე გასულები არიან პოზიციების გამყარება. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მივიღეთ თხოვნა, მივიღეთ გარკვეული მოსაზრებები ბიზნესისაგან იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს სახელმწიფოს მხარდაჭერის სისტემური ორგანიზება. მოცვის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო გამოფენები, რადგან მოცვი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც გეოგრაფიულად სამ კონტინენტზე გადის საქართველოსთან ექსპორტზე. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ-ან ორ ქვეყანაზე ვიყოთ დამოკიდებულები. ამიტომაც საერთაშორისო გამოფენები არის ის წერტილი, სადაც ოპოულობთ იმ იმპორტიორებს, რომელთანაც გრძელვადიან კონტრაქტებს ვაკეთებთ. შაშან განსაკუთრებით შედეგიანი იყო, მივიღეთ მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორის პირველი ჩიკაგო იყო, საუდის არაბეთი, შედეგები ჰქონდა. წელს ყველასთან ერთად დაიგეგმა მომავალი წლის გეგმები, მათ შორის კატარში, საუდის არაბეთში და ასევე ინდოეთში, რომელიც ძალიან საინტერესო ახალი ბაზარია ყველასთვის. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში ზუსტად 1 საათში ბრუნდებით, დაგველოდით.